სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მაქვს შეგრძნება რომ სკერამდე ჯერ არ მივსულვართ. გასაგებია რომ 30-იანი წლები გვაგონდება მორალური კლიმატის თვალსაზრისით, ფიზიკური რეპრესიებიც არ მოკლებია ამ რეპრესიებს თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისში და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ვერც იმ მასშტაბებს და ვერც იმ მეთოდებს ვერ შევადარებ და ამ ხრივ არ იქნებოდა სწორი ამის ხსენება, ხო? მაგრამ აი სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი, რა მიზანს ემსახურება საბოლოო ჯამში, რომ აქ უბრალოდ ცხოვრება გახდა შეუძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ქვეყნისა და საზოგადოების ან უბრალოდ დატოვოს ქვეყანა, ან უბრალოდ გადავიდეს ეგრეთ წოდებულ შინაგან ემიგრაციაში. რა ტიპის ქვეყანა იქნება ეს საერთოდ და რა საზოგადოება? მიზანი რა აქვს, როცა ასე იქნება? ხო, რა ვიცი, მართალი გითხრათ, მიზანი ივანიშვილისა დაფარული არ ყოფილა, იმიტომ რომ მან თავიდანვე გამოაცხადა, რომ ის საქართველოს აღიქვამს როგორც დიდ სოფელს. საქართველოს მისთვის სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებული არ ყოფილა. ეხლა მას აქვს გარკვეული გამოცდილება კორპორაციული მართვისა და უდგება ამ საკითხს ზუსტად ისევე, როგორც თავის კერძო საკუთრებას. ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ქვეყანა არის მისი კერძო საკუთრება და მე მგონი იცით რა, სულ მეგონა რომ იყო ფეიკი. ქარდი ვნახე, მაგრამ მე იმდენჯერ გამეორდა, რომ მე მგონი არ არის ფეიკი, რომ მათო უცხოელებს თავი ამ ქვეყნის ბატონ პატრონად გონიათ, ქალაქის მერს ეკუთვნოდა ეს გამოთქვა, მაგრამ ამ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ბატონ პატრონიო, ასეთი ქარდით შემხვდა. თუ ფეიკია, ბოდიშვიხთი, მაგრამ არა მგონია ძალიან ხშირად მეორდებოდა. არ არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ივანიშვილი. ივანიშვილი საერთოდ რა მიმართებაში ახლა ამ ქვეყანას, ივანიშვილი არის ბატონი და პატრონი იმ გუნდისა, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. პირდაპირ მნიშვნელობით მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ამ ხალხის მფლობელია. ის ჩემი მფლობელი ვერასოდეს ვერ გახდება. გამორიცხულია. ეხლა არჩევანი რა გვექნება? მე და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ან ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ან უნდა წავიდეთ. მე პირადად არსად წასვლას არ ვაპირებ, არსად წასვლას არ ვაპირებ და არც არავის ბატონად თავზე დასმას არ ვაპირებ და არჩევნები იმიტომ იქნება ამ ქვეყანაში, რომ მე ავირჩიო მსახური ჩემი და ქართველი ხალხის მსახური და არა ბატონი და პატრონი გადავარდაო ბატონყმობაო თქვენს და ეხა ძალიან დიდი ბოდიში 21 საუკუნეში ბატონყმობის მობრუნება არ იქნება ასე მარტივი საქართველოში და მაშინაც კი საქართველოში ღრმა ფეოდალიზმის დროს ძალიან სერიოზული განსხვავებული ინსტიტუტი არსებობდა, ხო? ჰორიზონტალური მმართველობის ინსტიტუტი. ეს ჩვენ გვქონდა შუა საუკუნეებში. აი დემოკრატიის ნიშნები მაშინ მქონდა და ხა 21 საუკუნეში ვიღაცა მითხრას რომ ბიძინა შენი ბატონ პატრონიაო. ეს ხო ყოვლად წარმოუდგენელია. მეორეც ის ერთი ამ თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა ბავშვებმა, რომლებმაც ისიც კი არ იციან როგორი იყო რეალურად. არ არიან ბავშვები სხვადასხვა. ხო, ტოტალიტარული სამყარო. ახალგაზრდებმა ხო, ნუ ჩვენი პრობლემაა რომ ბავშვებს ვეძახით, თორე ახლა აჩვენეს რომ ძალიან მომწიფებულები არიან და მოწიფულებიც არიან და საკმაოდ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბრძენებიც არიან ხოლმე. ხო და ამ ბავშვებს ახალგაზრდებს რომელსაც არ უნახავთ ავტორიტარიზმი რა არის როგორ აპირებენ რომ ისინი ყველას განდევნიან? ვერ განდევნიან. ამიტომ ბოლო ძალიან ლოგიკური აქვს და დასასრული ამ პროცესს შეიძლება რთულად, მაგრამ აი გიორგი მე დღეს ვიტყვი და ალბათ მოვადრო და გაიხსენებთ. არც ერთ ხელისუფლება საქართველოში ისეთ ცუდად არ დაუმთავრებია, როგორც დაამთავრებს აი ეს ხელისუფლება, რომელიც ეხლა